მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე, მე ლევან სუთიცე ვარ. არსებობს ხუმრობა, რომ მოსე წინასწარმეტყველმა სინას მთიდან ებრაელებს კარგი და ცუდი ამბავი ჩამოუტანა. კარგი ის იყო, რომ როგორც იქნა ღმერთმა კაცობრიობას 10 მცნება მისცა. ცუდი ამბავი კი იმაში მდგომარეობდა, რომ რამდენიც არ ეცადა მოსე, რამდენიც არ იტირა საბაოთ უფლის წინაშე, მან მეშვიდე მცნება მაინც დაამტკიცა. არა იმრუშო ადამიანთა აღქმაში ეს მოწოდება ყოველთვის ყველაზე გაუგებრად ჟღერდა. უბიწოება პოპულარულ სათნოებათა შორის არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება. სათნოება ბუნებრივია არ უნდა აგვერიოს წესიერი ქცევის ნორმებში, რომლებიც საზოგადოების დროისა და გეოგრაფიის მიხედვით იცვლებიან. მაგალითად, წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები თითქმის შიშველი გოგონა და ჩიხტი კოპში, კოჭებამდე გრძელკაბასა და ყელამდე საყელოში გამოწყობილი ქართველი ქალბატონი თავთავიან საზოგადოებაში ერთნაირად უბიწოდ მოსჩანან. თუმცა გარეგნული ფორმები, ლექსიკა და ქცევის მანერა ხშირად მხოლოდ კულტურული თავისებურებაა და არაფერი აკავშირებს ქრისტიანულ არჩევანთან, რომელსაც უბიწოება ჰქვია. დღეს ჩვენ საზოგადოება ივერიის დამფუძნებელთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუასთან ერთად შევეცდებით გავარკვიოთ, როგორია ქართული საზოგადოების სექსუალური ეთიკა, რამდენად კონსერვატულია ის, როგორ იცვლება ეროტიზმის აღქმა და მიმღებლობა დროსთან ერთად და რა რეალური გავლენა აქვს დღეს რელიგიას ჩვენი საზოგადოების სექსუალური ქცევების განსაზღვრაში. ბატონო ნიკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან მოგბრძანდით. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია. არსებობს მოსაზრება ასეთი, რომ ქართველ ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, მამაკაცებს ზომას და ქართველ პოლიტიკოსებს რელიგიას, მაგრამ ჩვენ ეს ტრადიცია გვსურს დავარღვიოთ. მე მსურს გავიხსენო ერთი ამბავი დასავლეთის, გარყვნილი დასავლეთიდან. თქვენ გახსოვთ ალბათ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის გარშემო აგორებული დიდი სკანდალი, რომელიც კინაღამ იმპიჩმენტამდე მივიდა, როდესაც მან უღალატა პირდაპირ ოვალურ კაბინეტში მეუღლეს. მისი ვერსია ის არის, რომ არ უღალატია, მაგრამ ყველამ ასე გაიგო. ამას მოყვა ამერიკული საზოგადოების აღშფოთება ოჯახის ინსტიტუტის შეურაცხყოფის გამო პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც მათ მიაჩნდათ, რომ უნდა ყოფილიყო აი ამ ღირებულებების გამომხატველი. საქართველოში ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია, ცოტა ხნის წინ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელსაც არ ყავს, არ არის რეგისტრირებულ ურთიერთობაში იმ ქალბატონთან, რომელთან ერთადაც მის პარტნიორთან, არა? საზოგადოებას არც ეკლესიას, რომელიც აი ახლაც კი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ძალიან ემზადება მყარად ოჯახის ინსტიტუტის დასაცავად, მაგალითად 17 მაისისთვის, პროტესტი არ გამოუხატავს. რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტის პირადი ცხოვრება ჩემი აზრით ჩვენი საქმე არ არის საერთოდ. მაგრამ მაინც ამ დიაგნოსტიკაში დაგვეხმარება. რამდენად კონსერვატულია ქართული საზოგადოება ოჯახის მიმართ, ოჯახური ღირებულების მიმართ და რამდენად არის ის გახსნილი ეგრეთ წოდებული თავისუფალი სექსუალური ურთიერთობების მიმართ. მოგესალმებით, ლევან, მეც თქვენ გადაცემაში პირველად ვარ, იმედია რომ ეს დებიუტი საინტერესო იქნება ჩვენი და თქვენი მაყურებლებისთვის. რაც შეეხება კლინტონ ლუინსკის სკანდალს, პატარა შესწორება მინდა გავაკეთოთ, აქ იმპიჩმენტამდე მივიდა საკითხი, უბრალოდ იმპიჩმენტს აქვს რამდენიმე საფეხურიანი პროცედურა და შემდეგ საფეხურზე, როდესაც უკვე უნდა დადგენილიყო, იყო თუ არა ამაში სისხლის სამართლის, ანუ კრიმინალური დანაშაული, სენატმა და უზენაესმა სასამართლომ თქვეს, რომ არა. თორემ კლინტონი იმპიჩმენტის ობიექტი გახდა. უბრალოდ ის ბოლომდე აღარ მიიყვანეს აქ. ეს ვიგულისხმობ. ასევე სკანდალი შეეხო არა იმას მხოლოდ, რომ მან თქვათ თავის ინტერნთან, ანუ სტუდენტთან დაამყარა ასეთი რაღაცნაირი ურთიერთობა სქესობრივი, არამედ ის, რომ მან მოიტყუა მის თაობაზე. მთავარი სკანდალი იყო იმაზე, რომ ჩვენ არ გვინდა მატყუარა პრეზიდენტი. საერთოდ თუმცა კათოლიკე ეკლესია მე მახსოვს ახლა გადავავლე თვალი სიცრუეს იმდენად იცოდვად არ განიხილავდა მაშინ კათოლიკეები ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფია ხო ამერიკაში ის მიიჩნევდა რომ აი ღალატი პრეზიდენტის არა ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფი კი ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფია არა პროტესტანტ მიმდინარეობების არ გულისხმობ ხო პროტესტანტები რა თქმა უნდა ბევრი არის არამედ როგორც ერთი ჯგუფი ყველაზე დიდი 24% პროტესტანტული დენომინაციები რიცხობრივად ყველა ერთად უმრავლესობაა კათოლიკები ამაზე ცოტანი არიან ამ შემთხვევაში მაგრამ
კლინტონი თვითონ პროტესტანტია და ყველა ამერიკის პრეზიდენტი იყო პროტესტანტი გარდა კენედისა. რომელიც მოკლეს. თუმცა ამ მიზეზით არა და რა მიზეზით ეს არ ვიცით, მაგრამ აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რამდენად არის ეს ადამიანი, ვისაც აბარია ფაქტიურად უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს მიიღება, როგორც არის პრეზიდენტი, რამდენად არის სანდო. მის კრედიბილურობაზე იყო ლაპარაკი. არა იმაზე მაინდა-მაინც როგორ მოიქცა ვიღაც, თუმცა ესეც მას ნამდვილად პლუსად არ ჩაეწერა. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, უნდა შემახსენოთ, იმიტომ რომ აღარ მახსოვს. ჩემი კითხვის მეორე ნაწილი მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ამერიკულ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, საქართველოში მაგალითად ამან არ ითამაშა როლი. გასაგებია, გამახსენდა. მაგალითად გიორგი მარგველას. ძალიანაც კარგი რო არ ითამაშა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ პირადი ცხოვრების უფლება არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლების გარანტირების გარეშე ჩვენ არ გვექნება ნორმალური საზოგადოება და ძლიერი სახელმწიფო. ვინაიდან ადამიანებს, ვისაც არ აქვთ პირადი ცხოვრება დაალაგებული, როგორც წესი არ აქვთ პროფესიული ცხოვრებას დაალაგებული და არ აქვთ სამოქალაქო პოზიციაც ნორმალური. უმრავლესობა დანევროზებული, არეულ-დარეული, დეპრესიული პერსონაჟებისა არის ხალხი, ვისაც პირადი ცხოვრება აქვს აწაწილ-დაწაწილი. ეს ასეა, ასე იყო ყოველთვის. ჩვენ ახლა გვაქვს საბჭოთა გამოცდილება, რომელიც იყო ძირითადად კომუნალური გამოცდილება, იმიტომ რომ კომუნიზმის პერიოდში კერძო ცხოვრების უფლება იყო საერთოდ მივიწყებული და მეათეხარისხოვანი ღირებულება, საერთოდ არ ითვლებოდა ღირებულებად, მაგალითად არის მოსაზრება, რომ მაგალითად ლევ ტროცკის, რომელიც შემდეგ გაანადგურეს, საერთოდ კონდა რაღაც ასეთი утоპიური წარმოდგენა, მას უნდოდა რომ ოჯახი ჩაენაცვლებინა რაღაც კოლექტიურ ასეთ კიბუცის მაგვარ დასახლებას, სადაც ყველა სწოли და ყველა ქმარი იქნებოდა და ერთად ესენი უგეცად ააშენებდნენ კომუნიზმს, სოციალიზმს და მერე კომუნიზმს. ეს ბოდუა რა თქმა უნდა სტალინმა დროზე დაასამარა, რაც მისი ძალიან ცოტა პლუსებიდან ერთ-ერთი ნამდვილად არის, მაგრამ კომუნიზმი იყო კოლექტიური საზოგადოების მოდელი, სადაც კერძო გამოვლინებები ინდივიდუალიზმის ითრგუნებოდა სერიოზულად. ნამდვილად თვითონ პირობებიდან კომუნიზმის დროს, როცა უმრავლესობა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ცხოვრობდა კომუნალურ ბინებში, რაც არის კერძო ცხოვრების სრული ანტიპოდი, იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს თავისი ოთახი, რომელსაც კარს მოხურავს და არავინ იქ არ შეუვარდება. ერთ ოთახში ცხოვრობდა რამდენიმე ოჯახი ხანდახან. უნებრივია ეს ღირებულება არ განვითარდა. და ჩვენც როგორც საბჭოთა კავშირის დროს დაპყრობილმა ქვეყანამ შევისის ხორცეთ რაღაცნაირად ეს კერძო ცხოვრების უპატივცემულობა როგორც ანტიღირებულება. დღეს აქედან გამოსვლის მტკივნეული, მაგრამ ნორმალური პროცესი მიმდინარეობს. ძალიან კარგი თუ ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის პირად ცხოვრებაში ცხვირს არ ყოფს არავინ, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და იქიდან ადამიანის გადაწყვეტილებები არის მისი აბსოლუტურად მისი სამფლობელო. აი აქ მივედით. როგორია, რამდენად კონსერვატულია ქართული საზოგადოების სექსუალური ეთიკა დღეს? ის რომ პრეზიდენტის პირად ცხოვრებაში ცხვირს არ ყოფენ, შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ერთგვარი ფარისევლობაც, არა? იმიტომ რომ ფაქტია, რომ ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენთან საქართველოში ყოფენ ცხვირს. იტალიური ესეს მაგალითი რო გავიხსენოთ, ხო? დღესაც არსებობს ასეთი შემთხვევები, როდესაც მეზობელი დაკაკუნების გარეშე შედის ვიღაცასთან. ეს ხან ეს მაინდა-მაინც ცუდი არ არის. ეს ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ სიახლოვეს ნიშნავს და სოციალური მხარდაჭერის სისტემა ჩვენთან ძლიერია და ეს არ არის ცუდი, მაგრამ ამავე დროს ამაში გეთანხმებით, რომ სხვის ცხოვრებაში ხელისფათური საკმაოდ ერთ-ერთი პოპულარული გასართობია ქართველებისა. ჭორაობა მათ შორის და ასე შემდეგ. ეს ყველგან არის გარკვეულწილად, მაგრამ განსაკუთრებით მახინჯი ფორმები ამას აქვს ყოფილ კოლექტივისტურ საზოგადოებებში, როგორც ჩვენია. ამიტომ ეს არ მეგვს, მაგრამ ეს ნელ-ნელა მიდის ისტორიულ წარსულში და ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება მეტად და მეტად ხდება დაცული ჩვენთან.
მე ამ ტენდენციას ხედავ. რამდენად შენდობა ხოლმე ის ქალს, რაც შენდობილი აქვს უკვე კაცს? აი მაგალითად თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, გაცილებით ადვილად აპატიებს მას კაცს, ვიდრე ქალს. რატო? ზოგადად, ეს ერთი მხრივ ჩვენი კომუნისტური და ბოლშევიკური წარსულის ბრალიც არის, მეორე მხრივ ეს გეოგრაფიული, კულტურული თავისებურებაც არის, იმიტომ რომ ქალი დიდი ხნის განმავლობაში აზიურ კულტურაში ითვლებოდა მეორეხარისხოვან მოქალაქედ, მაგრამ საქართველოში როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებულ აღორძინების მომენტებში ისტორიულად ქალი არ იყო არასოდეს დაჩაგრული, ქალი მართავდა საქართველოს, გვახსოვს ესეთი პერიოდიც თამარ მეფე, როგორ? მეფე იყო. თამარ დედოფალი არ იყო, თამარ მეფე იყო. ეს უნიკალური ფაქტია და მე ვთვლი რომ ქართულ კულტურაში, ნამდვილ ქართულ, სწორი გაგებით ქართულ კულტურაში, რომლის რაღაც ნაწილი დღესაც არსებობს და ნაწილი უბრალოდ ისტორიული მაგალითებით შეგვიძლია გავაცოცხლოთ, ქალს არ ეჭირა მეორეხარისხოვანი ადგილი. მაგრამ მე რაღაცნაირად აი აზიურმა და პლუს ამაში არეულმა ბოლშევიკურმა როგორ გითხრათ, რეალობამ ქალი გადაიყვანა მეორე ადგილას, კახადა როგორ გითხრათ, ნაკლები უფლებების მქონე არსება და რაღაცნაირად საზოგადოებრივ საქმიანობასაც ჩამოაცილა. ეხლა თუ გავიხსენებთ საბჭოთა პერიოდში თუ გავიხსენებთ რამდენი ქალია, თქვათ ჩვენთან წარმატებული ბიზნესმენი, კაცებთან შედარებით იქნება ძალიან ცოტა. რამდენი ქალია წარმატებული, თქვათ ხელმძღვანელი რომელიმე კორპორაციის, ძალიან ცოტა. რამდენი ქალია, თქვათ უბრალოდ ავიღოთ მილიონერი, ძალიან ცოტა კაცებთან შედარებით. თუმცა ეს დასავლეთშიც ასე. დასავლეთში ბევრად ახლა შეიძლება თორე იქაც პატრიარქალობის როგორ დასავლეთშიც იყო ეს პრობლემა, მაგალითად ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მაგრამ შვეიცარიის რომელიღაც კანტონში აგერ 30 წლის უკან მიენიჭათ ქალებს ხმის უფლება და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სუფრაჟისტების დიდი მოძრაობის შედეგად, ხო? ასე რომ ეს პრობლემა ყველგან არის, უთანასწორობა ქალსა და კაცს შორის კულტურული არსებობდა ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც, მაგრამ აი ეს ამის საინტერესო გამონაკლისები ჩვენ ისტორიას ახსოვს, როცა ქალი თამაშობდა ქართულ კულტურაში წამყვან როლს. წამყვანს როგორ? მამაკაცის გვერდით. ბუნებრივია სრული თანასწორობა ფუნქციური მათ შორის ვერ მოხდება, ეს ანტიბუნებრივია და მე არ ამგონია რომ ქალს შეეძლოს კაცის ფუნქციების შესრულება და კაც პირიქით ქალის. აი რა არის კაცის ფუნქციები და ქალის? მაგალითად ქალი ვერ იომებს ისე როგორც კაცი, ვერ იბრძვის, ვერ იქნება ისეთ ჯარისკაცი, ვერ იქნება არსებობენ ქალები, რომლებმაც აპირისპირო დაამტკიცეს. არა, ეს გამონაკლისებია რა, ფიზიკურად კონსტიტუციით ქალი არის ფიზიკურად სუსტი. მაგალითად კაცს არ შეუძლია ბავშვი გააჩინოს. ეს არ არის ნორმალური ჩემი აზრით. ამიტომ ეს ევოლუციის დროს ბუნებრივი განვითარება წავიდა ისე რომ ქალს აქვს თავის ფუნქციები, კაცს აქვს თავის ფუნქციები, მაგრამ უფლებრივი თვალსაზრისით ბუნებრივია ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ სამოქალაქო უფლებების და პოლიტიკური უფლებების დონეზე ესენი იყვნენ აბსოლუტურად თავისუფლები. დღეს კონსტიტუციაში ეს მეტნაკლებად მოგვარებულია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა. ვიცით რომ თქვათ სამსახურში აყვანის თვალსაზრისითაც ხანდახან პრეფერენცია არის კაცებისკენ, ვიდრე ქალებისკენ. მაგრამ საზოგადოება, რომელიც თავის მომავალზე ზრუნავს, აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ქალების აქტიურად ჩართვაზე ყველა პროცესებში, იმიტომ რომ ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის ჩვენ საწინააღმდეგო სქესში არსებული პოტენციალის ჩართვამ ჩვენ ცხოვრებაში. ქალების ნიჭი, შრომის უნარიანობა და სხვა შორის ყველაზე რთულ მომენტებში დამტკიცდა. მაგალითად 90-ი როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და ახალი ქვეყანა ვერ აშენდა, სრული განუკითხაობა იყო ფაქტიურად ლევიათანი ჰობსის საქართველოში, მაშინ ქალებმა იყო ჩაღეს და მრავალი ოჯახის მარჩენალი იყო ქალი. ეს პოპულარული ფრაზა რო ქართველი მურთაზიკოების გადასარჩენად. ბევრი ქალი მიდიოდა უცხოეთში მუშაობდა და დღესაც არიან იქ მუშაობენ და ინახავენ თავის ოჯახებს, ბევრი ქალი აქ მუშაობდა, აცხობდა, არ ვიცი, ნამცხრებს, ალაგებდა სადღაც ვიღაცას უვლიდა,
ესე შეინახეს თავისი. ეკლესიის როლი როგორია ამ უთანასწორობის ახმოფხრაში ან დამკვიდრებაში? თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ გითხრათ, თქვენ მოდი მარტივად გითხრათ, თქვენ ფიქრობთ რომ ცოლმა ქმარს ფეხები უნდა დაბანოს სახლში რომ ავა და ეს უნდა იყოს მისი ერთ-ერთი ყველაზე დადებითი. ეს მთავარი რაღაც არ არის, მაგრამ თუ ასეც მოხდება, არ არის ტრაგედია. ამას შეურაცხყოფილს ვერაფერს ვერ ხედა. შეიძლება ქმარმაც დაბანოს ცოლს ფეხები, თუ ამ ქალს არ შეუძლია ამის გაკეთება. ეს აბსოლუტურად ნორმალური რაღაცაა. ამის ეს არავის მოუწოდებია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი. მე მესმის რას ამბობთ, ეს არ არის ქალის მთავარი ფუნქცია, რომ თქვათ მოსამსახურე იყოს კაცის, მაგრამ გარკვეული ფუნქციები ქალს სახში აქვს, ეს ვიმეორებ ჩვენი აი ადამიანებად როცა იქცა ჩვენი ბიოლოგიური ორგანიზმი და გავხდით კაცები და გახდნენ ქალები, იქიდან მოყოლებული ქალს აქვს ქონდა ყოველ შემთხვევაში კერის მოვლის ფუნქცია და კაცს ქონდა მონადირის, მებრძოლის, დამცველის ფუნქცია. ეს რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნებულია. მე არ ვიცახი რომ ქალებს პირიქით, მაგრამ როგორც საგან გითხარით, მინდა რომ აბსოლუტურად აქტიურები გახდნენ საზოგადოებრივ მუშაობაში, ბიზნესში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათი ნიჭის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით სრულყოფილი ქვეყანა, მაგრამ მეორეს მხრივ არის რაღაცები, რის გაკეთებაც ქალს უკეთ შეუძლია ვიდრე კაცს და არის რაღაცები, რაც კაცს უკეთ შეუძლია. აბსოლუტურად ფუნქციური თანასწორობის მომხრე მე არა ვარ. მე ვარ უფლებრივი თანასწორობის. გასაგები. რა არის ეს ყბადაღებული ქალიშვილობის ინსტიტუტი და არსებობს თუ არა ის საერთოდ? ესეც პირადი ცხოვრების ერთგვარი გამოვლინებაა. ინსტიტუტი უკვე. სასაცილო სიტყვა ინსტიტუტი, ეხა ეს ცოტა კომიკური ფორმას იღებს, მაგრამ მე ვფიქრობდი ამ ასე ვთქვათ სიტყვად შეთანხმებაზე და არსებობს მე ვფიქრობ ეს ქალიშვილობის ინსტიტუტი. ეს არის ის აღქმა, რომლითაც საკუთარი ასე ვთქვათ სექსუალური კავშირის მორალურობა შეიძლება დაახასიათოს ადამიანს. ხო და ამას ნუ მახინჯი ფორმებიც მიუღიათ. ფორმალური ფორმები და ძალიან ესეთი გროტესკულ რამეში გადაზრდილა, როგორც ვიცით, მაგრამ მეორეს მხრივ ესეც არ არის ერთი ცალმხრივად დასაგმობი რაღაც. ესეც არის კერძო ადამიანის პირადი არჩევანი. ვიღაცისთვის ეს ჭყალებში ინსტიტუტი არსებობს და დასაფასებელია და ეს მისი უფლებაა, აბსოლუტურად ვეთანხმები ამაში. ვიღაცისთვის ეს ინსტიტუტი ჭყალებში არ არსებობს და მას სხვანაირად უნდა თავის პირადი ცხოვრების მოყოლა. აქაც ერთი რეცეპტი განსაკუთრებით ესეთი მორალისტური ან საზოგადოებრივი თავსმოხვეული არ უნდა არსებობდეს. ესეც პირადი არჩევანია ყველამ როგორც უნდა ამოერჩიოს. ვიღაცისთვის არსებობს ეს ინსტიტუტი, ვიღაცისთვის არა. არც ერთს არ უნდა დავცინოთ, არც მეორეს. მე ვთვლი რომ ეს ნორმალური და პირადი საქმეა. ეკლესია აწესებს სექსუალურ რეგულაციებს, რა. ეს ცოტა გაუგება, მე პირადად აი მართლა არ მესმის ლოგიკის თვალსაზრისით, როგორც ქრისტიანს ღმერთმა თქვა ყოვლის შემძლე, ყოვლის მცოდნე არსება, ესე იგი ასია ეს გასაგებია, მაგრამ ლოგიკის თვალსაზრისით ხა ქურდობის აკრძალვა მესმის, ხო, სხვა ზიანს აყენებს, მაგრამ ვიღაც თინეიჯერი სადღაც რაღაცით არის დაკავებული, ხო? რაში ანახულებს ეს ქრისტიანთა ღმერთს, მე ჯერჯერობით ვერ გავიგე. მაგრამ ამას დავანებოთ თავი არსებობს მოსაზრება ეკლესიის მხრიდან, რომ აი ჩვენ ან იქორწინე, ან შეინახე ერთგულე. მაგრამ აქ არ ვთავდება რეგულაციები და გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 180 დღე მარხულობს. მარხვაში აწესებს ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ რეგულაციებს, ხო? მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით ეს სრული აბსურდია, მაგრამ მე პრაქტიკაზე ვსაუბრობ. რომ აწესებს, აი არ შეიძლება სექსუალური კონტაქტი მარხვის დროს. 180 დღე საკმაოდ დიდი ნაწილია, ხო, წელიწადის. რა გავლენა აქვს სექსუალურ თავშეკავებას? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მრევლი დაახლოებით 20%-ია, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეკლესიის ხმას ეს ხალხი უსმენს. თუ usmens თუ არა, პრინციპში ესეც კითხვა. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს დღეს რელიგიას ჩვენს, ასე ვთქვათ, სექსუალურ მორალზე, თავის მხრივ ჩვენ სექსუალურ მორალს, ჩვენს განვითარებას? ნუ ეხა ეკლესია ისეთი ინსტიტუტია, რომელიც იმართება დოგმებით და თავის წესები აქვს. ვინც არის ეკლესიური, კეთილი უნდა ინებოს და დაიმორჩილოს იმ დოგმებს. ვინც არ არის, მე იმ ხალხზე ვერ ვიტყვი, რომ რამეში ეკლესია მათ ხელს უშლის. ასევე არა მხოლოდ ჩვენი ეკლესია, ნებისმიერი რელიგიური დოქტრინა არის კონკრეტულ წესებზე და კონკრეტულ
რა გითხრათ, შეზღუდვებზე, რეგულაციებზე დაყრდნობილი ინსტიტუცია. მაგალითად, ამას წინათ ვკითხულობდი, ასეთი წიგნია, ეს ორტომეულია, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ფორმით მაქვს, ებრაელების ყოველდღიური ცხოვრების რეგულაცია. ამას ქვია კიცურ შულხან ორუხ. ეს არის მორწმუნე ებრაელის ფაქტიურად სახელმძღვანელო როგორ უნდა იცხოვროს მან მთლიანად, დაწყებული საკვების მიღებიდან, დამთავრებული ლოცვით და მათ შორის საპირფარეშოში როგორ უნდა შევიდეს და ათასობით წესია, ხო ზუსტად რიცხვი რამდენიმე 1000 წესია. ფაქტიურად წარმოუდგენელია, რომ ამას დაემორჩილო და მაგრამ ვიღაცა ალბათ ემორჩილება, რახან არსებობს ეს წიგნი ერთ-ერთი რაბაის დაწერილია დაახლოებით 200 წლის უკან და ძალიან პოპულარულია მორწმუნე ებრაელებში. ასევე არის ჩვენი ეკლესიაც, მას თავის წესები აქვს და თუ ადამიანი მიდის ეკლესიაში, ალბათ უნდა დაემორჩილოს ამ წესებს. თუ რაღაც არ მოწონს, არავინ იმას არ აძალებს. მე არ ვთვლი, რომ ეკლესია რაღაცნაირად ლიბერალურობასთან იდეაში წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენი რელიგია, განსაკუთრებით ქრისტიანობა, გამომდინარეა ლიბერალურობისგან. შეიძლება პირიქითაც ლიბერალიზმი გამომდინარეა ქრისტიანობისგან, იმიტომ რომ ის როლი, რასაც დღეს აი ჩვენთვის ასრულებს დემოკრატია ზოგადად, როგორც არსებობის ყველაზე სწორი, ჭკვიანური, სამართლიანი და მომავლის მქონე და დაცული იდეოლოგია, ასე იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენთვის, საქართველოსთვის ქრისტიანობა. ქრისტიანობამ გადაარჩინა ჩვენი ვინაობა ბევრ რაღაცას. ქრისტიანობა შუა საუკუნეებშიც მანამდეც იყო განათლების წყარო, დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის წყარო, ბევრ აი გელათის იყალთოს აკადემიაში ვიცით და ზუსტებით რომ ითარგმნებოდა თქვა ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომები. ითარგმნებოდა ძველ ბერძნულ და ქართულად. წარმოიდგინეთ, რამხელა თავისუფლება და რამხელა წყაროა იმისი, რომ ადამიანები მივიდნენ და რაღაცნაირად გაიზარდონ სულიერად, ინტელექტუალურად და ჩამოყალიბდნენ უკეთეს უნარიან, თქვათ, მართველებად, ხალხად, მეომრებად, არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს. თვითონ ეკლესიის წარმომადგენლებად და ასე შემდეგ. ისტორიის განმავლობაში ჩვენთვის ქრისტიანობა იყო ეს, მაგრამ გადაგვარჩინა აგრესიულ ისლამს, შეინახა ჩვენი ერთობის იდეა, როგორც ქვეყნის და ჩვენი იდენტურობა, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ევროპელები. დღეს ასრულებს ის ამრავლს? დღეს ჩემი აზრით ერთი როგორ გითხრათ, სახე ეკლესიისა არ ჩანს. ბევრი ჯგუფებია, რომელიც იბრალებენ აბსოლუტური ჭეშმარიტების ეკლესიაში შიგნით მქონე ხო აი მაგალითად რომელ ჯგუფებს და ასე. ნუ არის რამდენიმე ჯგუფი მაინც რომელიღაცა ვინც მივიდა აგერ პარლამენტში და რაღაც კანონის მიღებაში აქტიურად ჩაება. ნაწილი იძახის რომ ეგენი არიან მარგინალები და ჩვენ არ ფიქრობთ ასე. ნაწილი ამბობს მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ პოლიტიკას ბუნებრივია უნდა გავამიჯნო. ნაწილი ამბობს არა პოლიტიკაში უნდა ჩავერიოთ. ბევრი ჯგუფებია იქ. ვერ ვიტყვი რომ ერთი ფიგურალურად ერთი ტელეფონის ნომერია, სადაც დარეკავს მსურველი და გაიგებს მათ აზრს. ბევრი აზრებია, ასე რომ გაყოფილია ეს აზრები და მაგალითად ჩემი აზრით ბევრი მათგანი საკმაოდ პოლიტიზირებულია, რაც ჩემი გამოცდილებით ისევე როგორც სურვილით არ უნდა ხდებოდეს. როგორც ვიცით, წმინდა წერილი გრძალავს ეკლესიის რელიგიის ჩარევას. პირიქით. და რელიგიის ეკლესიის ჩარევას. მაცხოვრებმა თქვა რომ მიეცით, ხო, მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა ღმერთს. ეს რას ნიშნავს? თუმცა მე აქ რას ნიშნავს, რომ მიწიერი წესები, ანუ სახელმწიფო არის სახელმწიფო და მას აქვს ფუნქციები, რომელსაც ეკლესია ვერაფრით ვერ შეასრულებს და მეორეც ეკლესიას აქვს ფუნქციები, რასაც სახელმწიფო ვერ შეასრულებს. მერე თავისთავად პოლიტიკა რა არის? პოლიტიკა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიას არ შეუძლია გამომდინარე იქიდან რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ძალაუფლება არჩევნების შედეგად ენიჭება
დროებით რაღაცა ჯგუფს, რომელიც არის არჩევნების მთელი ამ დავით არაბაში გამოვლილი და გამარჯვებული, და ტალახის როლაში გამარჯვებული რაღაცა ჯგუფი, რომელიც დროებით შემდეგ ხდება პოლიტიკური მმართველი. ეკლესიამ რომ აი ამ პროცესში გაიაროს თავიდან ბოლომდე, მისგან არაფერი აღარ დარჩება, ამიტომ წარმოუდგენელია რომ ეკლესია პოლიტიკური აქტორი გახდეს. თუ მას უნდა რომ ეს არჩევნების გარეშე გააკეთოს, მაშინ ეს უბრალოდ არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ვიმეორებ, ძალაუფლება პოლიტიკური მიწიერი მოდის ეკუთვნის ერს, ხალხს და ის ირჩევს თავის რჩეულებს პოლიტიკური ოფისისთვის. ეკლესიას შეუძლია თავისი მოძღვრება, თავისი დოქტრინა გაავრცელოს ქადაგებით, შემეცნებით, სიტყვით და რაც მთავარია ხალხის მიზიდვით და არა ხალხის დაბრკოლებით. დღეს აი ეს ფაქტები, იგივე 17 მაისის, იგივე პარლამენტის სხდომაზე ასეთი აქტიური პოზიციის დაფიქსირება პოლიტიკურის აბრკოლებს ადამიანებს ჩემი აზრით. კათოლიკოს პატრიარქმა განაცხადა გუშინ მაგალითად, რომ ეს არის უკანონობის დაკანონება. კათოლიკოს პატრიარქი არ ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორ ფიქრობ? მე მესმის რომ ეს მისი აზრია და აქვს ამის გამოთქმის უფლება. მე ვისურვებდი რომ მე არც და მის კითხვის ნიშნის ქვეშ არც მიყენებია. მას აქვს თავის შეხედულება ქონდეს ამაზე, ბუნებრივია ეს მისი უფლებაა და ვერც მოვთხოვთ ჩვენ იმას რომ ყველაფერს დაეთანხმოს, რაც საერო ხელისუფლებაში ხდება. მეორეს მხრივ მე გამიხარდებოდა რომ ძალადობა დაეგმო, თუნდაც აი რაღაც ერთი კონკრეტული უმცირესობის მიმართ. თუმცა მან დააგმო წინა 17 მაისს მაგალითად. ძალიანაც კარგი. ამას მიესალმები. თუმცა მისი ქორეპისკოპოსი არ ბევრდა. ანუ რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მისი უწმინდესობა გმობდა და მისი უნეტარესობა აკურთხებდა ამ ძალადობას. ამას ვამბობ, რომ დაყოფილია როგორც ჩანს ამ წუთას ეკლესიაში განსხვავებული აზრები და ჯგუფები არსებობს, ვინც სხვადასხვა პოზიციას იკავებს ერთ და იგივე საკითხს. მე რასაც თუ უფლებებს დაუბრუნდებით, მე მომხრე ვარ ლევან მომხრევარ უფლებებისა ყველასთვის ერთნაირად. მე არ ვთვლი რომ მაინდა მაინც რაღაც ჯგუფებს ახან ამ კანონს შევეხეთ, განსხვავებული უფლებები კი არა უბრალოდ განსხვავებულ ჯგუფებს რაღაცა უფლებები უნდა დაუდგინოთ. არ შეიძლება მეხანძრეებისთვის ცალკე უფლებები, მეკუდეებისთვის ცალკე, უკბილოებისთვის ცალკე, ყველას უნდა ქონდეს თანასწორი უფლებები. გასაგებია დემოკრატია არის საზოგადოება, სადაც უმცირესობაც დაცულია და უმრავლესობაც, მაგრამ არც უმრავლესობამ არ უნდა დაამყაროს ტირანია უმცირესობაზე, მაგრამ არც პირიქით არ უნდა მოხდეს. ამიტომ განსაკუთრებული უფლებები და დაცვა ჩემი აზრით არ ესაჭიროება არავის. ამიტომ ამ კანონის მიღებაში მე პირადად ვერ ვხედავდი აუცილებლობას. ეს კონსტიტუციაში გვაქვს, ეს ხო საკმარისი. მე წაგიკითხავთ ერთ ციტატას და მაინტერესებს თუ იცნობთ ასეთ ადამიანებს. ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს თავაზობენ საზოგადოებას და სულიერი გადაგვარებისკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან გართობის მიზნით სხვადასხვა შოუსა და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა მათი თქმით ხალხი განკურნონ ნევროზისა და ფობიებისგან. თქვენ იცნობთ ასეთ ხალხს საქართველოში? არ ვიცნობ ასეთ ხალხს საქართველოში. ვინ არის ასეთი ხალხი? თქვენ იცნობთ? სექსოპათიას ვინ ხადაგებს? რა ვიცი, მე პირადად ლიბერალს მხოლოდ იმიტომ მეძახიან ხოლმე, რომ ჯერა რომ არა ღმერთი იწვევს მიწის დრას არამედ ქანების გადაადგილება, მაგრამ მე საკმაოდ კონსერვატული კათოლიკური თეოლოგიის მიმდევარი ვარ. თუმცა არ მეშინია ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ახლა უნდა დაგისვათ კითხვა. ჩვენ ვიცით ვებერიდან, რომ პროტესტანტიზმმა კაპიტალიზმს, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყო, ხო, კაპიტალიზმის სულის გამოხვიძებას. ჩვენ ვიცით ნოვაკისგან, რომ კათოლიციზმაც არ დააკლო, მართლმადიდებლობამ რა ქნა. აი ესე ქრისტიანობას რო ვამბობთ ხოლმე, ხო, თითქოს ის ერთი რამ იყოს სინამდვილეში და არა მრავალი, ხო? მართლმადიდებლობამ როგორც კონფესიამ, არა როგორც ქრისტიანობამ და რაღაც. როგორც კონფესიამ რა გააკეთა საქართველოსთვის? თქვენ მე შევამჩნიე ქრისტიანობა გამოიყენეთ. ჩემი აზრით ქრისტიანობას გამოვიყენებ ამჯერადაც, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ქრისტიანობის ერთი სახეობაა. მე თვითონ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ მონათვლით, მაგრამ არ ვთვლი რომ თქვა კათოლიკე ან პროტესტანტი არ არის ქრისტიანი.
თან ანუ განსხვავება არის კონფესიებს შორის და განსხვავება არის მათ ისტორიას შორის, ხო? უნდა გითხოთ ლევან უფრო მეტი ინფორმაციის მქონე ადამიანს, ვინც ერკვევა ღვთისმეტყველებაში და თეოლოგიაში. მე არა ვარ ესეთი. მაგრამ ჩემი აზრით ქრისტიანობამ რა გაუკეთა საქართველოს და გაუკეთა ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ საშინელ გარემოში საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ვინაობა, ჩვენი ქართველობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის იდეა ეს გაუკეთა საქართველოს ქრისტიანობამ. ამ წუთას ბევრი ადამიანი რახანიკ დადის, როგორც ჩანს, მათთვის შვების მომგვრელი ინსტიტუტია და იქ როგორც ჩანს, ეს ადამიანები ისვენებენ, რაღაც კითხვებზე პასუხს იღებენ. მე არა ვარ იმ პოზიციაში, რომ ვინმე გამსაჯო, თქვათ, დღევანდელი ეკლესიის მოწონების ან არ მოწონების გამო. ამ წუთას ჩემი აზრით რაც აბრკოლებს ბევრ ხალხს ეკლესიაში მისასვლელად არის ეკლესიის პოლიტიზირება, რაც წეგან გითხარით. პოლიტიკურ პროცესებში აშკარად ჩარევა, დისკრედიტაციას ახდენს ამ ინსტიტუტის და ბევრ ადამიანს გადააფიქრებინებს ჩემი აზრით იქ მისვლას, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სიმშვიდის, სიყვარულის, ლოცვის, რაღაცის გაგების, მიტევების და არა მუშტების ბრაგუნის, მუქარის და ტაბურეტების ქნევის ადგილი. როგორ ფიქრობთ, აი 17 მაისი გვიახლოვდება, სავარაუდოდ არც დღეს აქ ვწდება, არც წელს აქ ვწდება უფრო სწორად იქ სირბილი. ტაბურეტებით აღარ შესაძლოა, მაგრამ სირბილი არ ამგონია აქვს. ეს მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად იდენტობა არ გეკმავს არანაირ გენერალურ აქციას რუსთაველზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ეს სწორედ რომ ნევროზებით არის გამოწვეული მათ შორის სექსუალური დაუკმაყოფილებლობის? იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად საზოგადოებაში ხო სექსუალური მომწიფების ასაკი ისეთივე არ როგორიც ასე ვთქვათ მთელს პლანეტაზე, მაგრამ სოციალური მომწიფების ასაკი არის უფრო ასე ვთქვათ გვიანდელი, ანუ 30 წლის ადამიანები ცხოვრობენ სახლში, მათ ელემენტარული სივრცე არ აქვთ იმისთვის, რომ რაღაცეები განახორციელონ, ხო? და ამ ჩაკეტილ საზოგადოებაში ჩვენთან ეზიზღებათ ადამიანები, რომლებიც სექსზე ლაპარაკობენ. აი აქ დავით კოვზირიძესთან თინა მახარაძის მინეც ბოდიში ამ სიტყვის გამო, მათთვის ბოდიში, თორე ჩვენთვის არ არის ეს საბოდიშო, გადააყოლეს, ხო? ვერაფერს ვერ გადააყოლეს. ეს გოგო გახდა რამდენადაც მე უყურებ, უფრო პოპულარული, უფრო თავის თავში მაგრამ ამაზე ბევრი ილაპარაკეს. ილაპარაკეს, ახლა ლაპარაკს ხო ვერავის ვერ აუგრძალა. რატო ილაპარაკეს ამდენ? იმიტომ ილაპარაკეს ამდენი ეთყობა, რომ ის ტაბუირებული თემები ძნელი დასამსხვრევია. ადამიანები მაშინ არიან ხომე ძალიან კატეგორიულები, როცა რაღაცეების გაგება მათთვის რთულია. ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკი, ამაზე მშვიდად განსჯა, ნელ-ნელა ამ პრობლემას განმოხტავს. არ ვიცი, ძირითადად ნერვიულ, აგრესიულ ხალხს, როგორც წესი, პირადი ცხოვრება არ აქვს დაალაგებული. ეს აშკარად ესეა. ეს ისტორიამაც უამრავი მაგალითიც სამის და ჩვენც აგერ ხედავთ ჩვენ გარშემო ცხოვრებაში პირადი ცხოვრების უპატივცემულობა და იგნორირება ზოგადად საზოგადოებაში წარმოშობს ბევრ აგრესიას. იმიტომ რომ ადამიანს უჩდება სურვილები, რომ თვით გამოხატვა ეს ენერგია რაღაცა სხვაში დახარჯოს და როგორც წესი ეს რაღაცა პოზიტიური არ არის. ეს არის უფრო აგრესიული, უფრო პრიმიტიული, მარტივი გამოვლინებები ამ ენერგიების. ამიტომ პირადი უფლების დაცვა, როგორც ღირებულება, ბევრ ჯანსაღ მოქალაქეს შეუქმნის საზოგადოებას. ეს გასაკეთებელია და გასაკეთებელია კანონის დონეზე. ეკლესიას ვერ მოვთხოვთ თავიანთი შეხედულების შეცვლას, ეს მათი აზრია და აბსოლუტურად უფლება აქვთ ამისი, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებამ და რასთავარია სამოქალაქო საერო ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ ის რაც წერია კონსტიტუციაში, ის რაც ისტორიამ გვაჩვენა, რომ არის სწორი, იყოს დაცული. მე არ ვთვლი, რომ თავისუფლება ყველაფრის დართულობაა მეორე მხრივ. ყველაფრის ნებადართულობა, ქაოსი და აღვირახსნილობა, იმიტომ რომ კაცობრიობა ევოლუციის პერიოდში გაიარა ბევრი დიდი გამოცდილება დააგროვა და ეს მართლაც ასეა. ამას პრაგმატულ მიზეზი. ოჯახის აბსოლუტურად ოჯახის ინსტიტუტი არის იმიტომ, რომ შეიქმნა იმიტომ, რომ ადამიანები ამ
ერთეულში ყველაზე ნორმალურად ვითარდებიან. ქმნიან რაღაც საერთო მიზანს, ერთი მარტო კაცს და მარტო ქალს ცხოვრება ბევრად უჭირს, ვიდრე ერთად ისინი უფრო პროდუქტიულები არიან. ისინი წარმოშობენ შთამომავლობას, რომელსაც შემდეგ ზდიან ერთად. ანუ ეს ერთადერთი ბუნებრივი ერთეულია ადამიანების ცხოვრებისა. უოჯახოთ ვერ იტყვი, რომ ნორმალური ჯანსაღი საზოგადოება არსებობს. რატომ მონოგამია? ჩვენ გვაქვს მაგალითად 10% მოსახლეობის მუსლიმები, რომელთა რელიგიაც ადამიანებს ნებას რთავს 4-მდე ცოლი ჰყავდეს, მაგალითად. მონოგამია, იმიტომ რომ ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი ისტორიისთვის მონოგამია ისაღები და და მე ვთვლი, რომ ოჯახი, ჯანსაღი ოჯახი შედგება ერთი მამაკაცისა და ერთი ქალისგან. შეიძლება ამ გრძნობის განაწილება 5-6 ადამიანზე ერთდროულად. არის რაღაც გამოცდილება, ვთქვათ, მორმონებშიც, სადაც მრავალცოლიანი, მაგრამ ეს აკრძალულია ამერიკაში. მორმონებს დღეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი არსებობენ, კანონით ეკრძალებათ რეგისტრაციის უფლება არ აქვს. ერთზე მეტი ცოლის ყოლა. იუტაში მაგალითად ეს ესეა. თუმცა ვინ გაიგებს? ანუ რეგისტრაცია აკრძალულია, უბრალოდ იქ არის ინცესტური, ანუ მორმონების ერთ-ერთ ასე ვთქვათ ჯგუფში იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც საკუთარ შვილებზე ქორწინდებოდნენ რაღაც მოგიჟო პასტორები, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ფრთა და ეს ზოგადად მორმონები, ხო? ახლა მორმონებს არ ეცნენ ქუჩაში მაგის მაინც არ გოშინიათ. არა, დადიან ხოლმე ჩვენთან მორმონები, ძალიან კეთილი და სასიამოვნო ხალხია სხვათა შორის. აი ბოლო კითხვაზე უნდა გადავიდე ახლა. გავიდე ჩვენი დრო უკვე. ჩვენი დრო არ გასულა, მაგრამ ჩვენ გავიყვანეთ დრო ყველაფერზე საუბარში გარდა ეროტიზმის, არა? და ეს კარგი და ვრცელი კითხვა იქნება ჩემი აზრით და სასაუბროდაც. კარგი არსებობს მოსაზრება, რომ ანტიკური სამყარო იყო გაცილებით გახსნილი სექსუალური ურთიერთობების მიმართ, ვიდრე ქრისტიანული, ხო? მოვიდა ქრისტიანობა და როგორც ბენედიქტე მე-16 წერს თავის ენციკლიკაში, მოწამლა ეროსი, ხო? ანუ აქცია ის მოაქცია ის ჩარჩოებში და მათ შორის შეცვალა, ასე ვთქვათ, დაამყარა ტირანია იმ ჰომოეროტიზმზე, რომელიც თქვენ ალბათ როგორც კულტურის მინისტრს გინახავთ ამ ფორებზე, ხო? სადაც ღია ჰომოეროტიკული სცენებია გამოსახული. ეთანხმებით ამ მოსაზრებას ქრისტიანობას მიუძღვის რაღაც წვლილი იმაში და იუდეო-ქრისტიანულ მორალს, რომ დაეთრგუნა ადამიანი, აი ეს გათავისუფლებული ეგრეთ წოდებული ანტიკური ადამიანი ათენში. არა, არ ვთვლი. იმიტომ რომ ანტიკური ადამიანი, თქვენ თუ გულისხმობთ საბერძნეთს და რომს, არ არის ეს მაინდა-მაინც სწორი დაკვირვება, რომ მაშინ ანტიკურ სამყაროში ყველაფერი იყო ნებადართული. მაგალითად, თუ წაიკითხავთ პლუტარქეს, სადაც კეისრების ცხოვრება აღწერილი, ეს გენიალური ისტორიკოსი სერიოზულ ნაკლად მიიჩნევს იმ კეისარის აწეწილ-დაწეწილ პირად ცხოვრებას, ვისაც თქვა ჰქონდა ასეთი გადახრები. ან პირდაპირ ამბობს, რომ ამბობს ერთ-ერთ მათგანზე, რომელზე აღარ მახსოვს, რომ პატივს არცემდა ჯარი, იმიტომ რომ ზედმეტად აღვირახსნილ პირად სექსუალურ ცხოვრებას ეწეოდა. მერე რომი, როდესაც უკვე დეკადანსში გადაიზარდა რესპუბლიკა და გახდა იმპერია და შემდეგ ეს იმპერია აშკარად დეკადენტური თვითკმაყოფილი ასეთი ცხოვრებით დაკავდა, მან საერთოდ არსებობა შეწყვიტა, მოვიდა ბევრად განუვითარებელი უკულტურო, მაგრამ ბევრად ჯანსაღი და ბრძოლისუნარიანი ბარბაროსები, გოთები და სხვები და დაანგრიეს რომი. შეწყვიტა კულტურამ დიდი ხნით ურთიერთობა. ნუ შემდეგ რომის ჯერტი ბოლო წლებში ქრისტიანული იყო. რომის რელიგიაც ქრისტიანული გახდა, როგორც ვიცით. მაგრამ ქრისტიანობა აქ არაფერ შუაში არ არის. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აი თავისუფლების, ლიბერალიზმის არასწორი გაგება არ გადაიზარდოს ყველაფრის დაშვებულობაში, დეკადენსში. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ეს ხდება ყოვლის მომცველი, ის საზოგადოება ბრძოლის უნარიანობას კარგავს და იმ შეჯიბრში, რომელიც მიმდინარეობს ცხოვრებაში ყოველთვის, მარცხდება მერე და ქრება. ამიტომ მე ვთვლი, რომ ქრისტიანობამ ბუნებრივია რაღაცა გავლენა იქონია მორალზე, მაგრამ ეს გავლენა არ იყო ცუდი, იყო სწორი და ჯანსაღი იმ პერიოდისთვის.
და დიდი ხანი ვერც გასტანა, იმიტომ რომ ქრისტიანობის პერიოდშია რენესანსი მომხდარი, როდესაც გადაწვდა ევროპა საბერძნეთსა და რომს და ისევ ადამიანის მშვენიერებას მიუძღვნა თავისი ქანდაკებები, შენობები, ნახატები. ქრისტიანობა სიქსტეს კაპელა ვისი მოხატულია? ხო, მიქელანჯელოს მართალია მის შიშველ ფიგურებს მე სხვა მხატვარმა მაინც დარჩა. ჩააცვა სამოსი, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ვატიკანის უფლებით და პაპის ნებართვით ერთ-ერთმა რესტავრატორმა, რომელიც სხვა შორის თბილისში ყავდა ჩამოყვანილი, ისევ გააშიშვლა, გახადა ეს ფიგურები და დაუბრუნა პირველ აი სიშიშვლის რატო გვაშენია ხოლმე თქო ჩვენ. აი მაგალითად მე მოვისმინე ერთ-ერთი ქადაგება, სადაც ამბობდნენ ერთ-ერთი მღვდელი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა რო აიღო რაღაც წიგნი მივიტანეო სახლში, სადაც მიქელანჯელო იყო გამოსახულიო და მე რო დამინახა დახურავა, იმიტომ რომ შერცხოვა ბავშვს ამ პორნოგრაფიას რომ უყურებდა, ხო? სიშიშვლის რატომ გვაშენია? ეს ბუნებრივი გზნობა არის, იმიტომ რომ სიშიშვლე პირადი ცხოვრების ნაწილია და საშიში ნამდვილად არ არის, მაგრამ ასევე უსირცხვილოდ ყველგან ამის გამოფენაც არ არის აუცილებელი. ცოცხალ არსებებზე ვლაპარაკობ ადამიანებს. აი ზღვაზე წასვლას უგზავნიან ხოლმე ადამიანებს, იმიტომ რომ ახლა გაშიშულდა. სიგიჟე, ესე მუსლიმი ქალები ტანსაცმელში ბანაობენ, მაგალითად ირანში მინახავს, მილიონი ფოტო არსებობს ამისი. თავიდან ბოლომდე ნიქაბი უკეთია და კოჭებამდე კაბა აცვია, მაგრამ ზღვაში უნდა ცხელა და ბანაობს ტანსაცმლით. ნუ ეს სიგიჟეა, რა თქმა უნდა. და აბსოლუტური დრომოჭმული ესეთი მარაზმია. რომელიც ალბათ შეიცვლება. იგივე იყო თურქეთში, სანამ ათათურქი არ მოვიდოდა და არ ჩამოხსნიდა თურქალებს ბურკებს. იმიტომ რომ სხვა შორის ძალიან მტკივნეული რეფორმა იყო, მაგრამ ათათურქმა მანამდე იმდენი გამარჯვება მოიპოვა თავის ქვეყნისთვის, რომ ბოლოს ამის უფლებაც მისცეს და მან ქალები მთლიანად ჩართო თურქეთის როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში. ერთი შეხვედრა, რომელიც პირველ როგორც ისიც არ ცხოვრობდა სტამბულში, ანკარაში გადაიტანა დედაქალაქი და სტამბულში როცა დაბრუნდა მთელი ამ გამარჯვებების მერე ხალიფატის გაუქმების მერე და ასე შემდეგ სიტყვით გამოვიდა, აიღო ხელში ალკოჰოლი, ჭიქა და თქვა, რომ ბევრი ადამიანი, როგორც ვიცით, სანაგვეზე სახლის უკან სადღაც დამალულად სვავს და იტყუება, რომ ვითომ იცავენ ამ წეს. მე არა ვარ მატყუარა, მე თქვენ თვალწინ სვავ ყველა ამას დალია და ეს არ იყო ყველაფერი, თქვა რომ ქალებს თუ არ მიცემს საშუალებას რომ იყვნენ ჩვენთან ერთად ჩვენი სამშობლოს თურქეთის მშენებლები, თურქეთი, თურქული რესპუბლიკა ვერ გახდება ისეთ როგორც ყველას გვინდა. და დაამთავრა ეს ლაპარაკი, ვიღაც ქალი იყო ქმართან ერთად ნიკაბით და უთხრა ჩამოხსენი და სახე დამანახე. და იმ ქალმა ეს ჩამოიხსნა და მივიდა და ათათურქს ლოყაზე აკოცა. აბა აქტიურად იქ დაამთავრდა ეს წინააღმდეგობა თვითონ სტამბულმა, რომელიც უფრო ლიბერალური იყო დანარჩენ თურქეთთან შედარებით, აიტაცა ეს მისი რეფორმა და იმ დღიდან აქტიურად სეკულარულია თურქეთი და არის ის რაც არის დღეს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო როგორც რეგიონში, ისე სოფლიოში. თუმცა ამას აგრესიულ სეკულარიზმსაც ეძახიან ხოლმე. ხო, ნუ თავის მინუსები ჰქონდა, მაგრამ ეს გაიარა თურქეთმა. ეს წინა აქვს დანარჩენ სუპერკონსერვატიულ კულტურებსაც, იმიტომ რომ ირაციონალური რომელთა შორის ჩვენ არ ვართ ფათაში. ჩვენ ნაწილობრივ ვართ. ნაწილობრივ არა ვართ. ნაწილობრივ ვართ, როგორ არა ვართ ახლა, ნუ როდესაც ირანში შეიძლება აუგზავნო მამაკაცებს არიან ბორდელებში, ქალებს შეგიძლია აუგზავნო სახე დაფარო, საქართველოში შეუძლია. ვის დაუჯერებთ? რა თქმა უნდა, ეს აი კათოლიკოს პატრიარქს აქვს 95%-იანი რეიტინგი, ამაზე დიდი რეიტინგი საერთოდ შეუძლებელია. ეს არ მოხდება არასოდეს, ეგეთი აკრძალვა ჩვენთან არ იქნება. სულ რომ მოინდომონ ვერ აკრძალავენ, ხო? არა, რა თქმა უნდა. აბორტსაც გრძალავს ახლა ეკლესია, მაგრამ მისი რაოდენობა მხოლოდ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ამაზე ამ პირდაპირ ამბობს, რომ მკვლელობაა, რა. კი, ესეა. მაგრამ მეორე მხრივ ეკლესიის წესები იმ ხალხისთვის არის, ვინც იქ დადიან, ხო?
და ხათ მებრძოლებათაც არ უნდა გადავიქცეთ. რა თქმა უნდა. ლიბერალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ვებრძოლოთ ეკლესიას. თქვენ ხედავთ ამ ტენდენციას, რომ ებრძვის ეკლესიას და ცდილობს ხატმებრძოლი იყოს? იცით რა, ცოტა ეს მოდური რაღაცა არის რა. მესმის ამისი, რომ ზედმეტ ლიბერალად უნდა გამოჩნდეს ადამიანს, ან ადამიანების ჯგუფს და თქვათ მოდაშია რაღაცნაირად ეკლესიის ლანცვა გინება. მეორე მხრივ, ამის მიზეზს იძლევა ხანდახან ეკლესია ნამდვილად და ამიტომ დელიკატური განსხვავება ის ხომ არ არის, რომ ეკლესიას 40,000 ტესტოსტერონით გაჭყებილი მამაკაცი უმაგრებს გვერდს, რომელიც მზად არის მუშტი შიშვლოს ეკლესიის დაძახილზე, ხოლო ვიღაც ისე ვთქვათ, მხიარულ ემო გოგონას, თინეიჯერს, რომელიც Facebook-ზე რაღაცას პოსტავს, ასეთი ძალაუფლება არ გაქვს. ღმერთმა დაიფაროს, ეს არ უნდა მოხდეს. Facebook-ზე ვისაც რა უნდა ის დაპოსტოს, მაგრამ ერის სიჯანსახისთვის, საზოგადოების სიჯანსახისთვის უნდა ვიყოთ რაციონალურები და სამართლიანები. უნდა მივცეთ კეისრის კეისარს და ღმერთის ღმერთს. ჩემი აზრით ეს არის, რაც სწორედ განგვავითარებს. დიდი მადლობა ბატონო ნიკა. ზაფხული გვიახლოვდება და ეს ზღვის თემა მინდა გავაგრძელო. არსებობს მოსაზრება, რომ მართლაც იმიტომ უკრძალავენ მოძღვრები, ზოგიერთი მოძღვარი ქალბატონებს ზღვაზე წასვლას, რომ ის არ უნდა გაშიშულდეს, მაგრამ მე მაქვს მეორე ვერსია. სიგიჟეა ეს. მე მაქვს მეორე ვერსია, რატო შეიძლება უკრძალავდნენ ისინი წასვლას. დედამიწის კიდიდან რო გადავარდნენ სურვის დროს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.